ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის წევრი. ნინო, მოგესალმებით და დავოსით, რომელიც არის მედიისა და ზოგადად სოფლიო ყურადღების ცენტრში. ახლა იქ გაკეთებული განცხადებები თქვენ თუ უსმენდით, რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი იქ? ბოლო საღამოშვიდობით მოგესალმებით. კონკრეტული მიმართულებას თუ დამიკონკრეტებთ, იმიტომ რომ გზაში ვარ მთელი დღე და თვალით გადავლება ვერ მოვასწარ. უკრაინა ბუნებრივია რჩება ყურადღების ცენტრში და ის მხარდაჭერა, რომელიც გამოითქვა თითქმის ყველა შეხვედრაზე, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანი არის ახლა უკრაინის მხარდაჭერა, იენს სტოლტენბერგსაც შეხვდა, შვეიცარიის პრეზიდენტთანაც გამართა ზელენსკიმ საუბარი, ძირითადად ბუნებრივია რჩება ეს მხარდაჭერის ძირითადი ხაზი, კიდევ ერთხელ გამოხატეს ამ ლიდერებმა და რამდენად მნიშვნელოვანი ფორმატი არის ყველა ქვეყნისთვის, ასე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები იმყოფებიან ახლა იქ და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებიც. საღამოშვიდობის კიდევ ერთხელ დავოსი ტრადიციულად გამოირჩევა თავისი ხასიათით, იმით რომ ეს არის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ფორუმი და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის ის, რომ უკრაინა არა მხოლოდ დღის წესრიგში რჩება როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების ევროპული გაერთიანებებისთვის, არამედ მნიშვნელოვანი არის ის, რომ უკრაინა დღის წესრიგში რჩება სწორედ იმიტომ, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთის პოლიტიკა რჩება უცვლელი. ანუ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ მიიღო დასავლეთმა რუსეთთან მიმართებით, ის რომ რუსეთი იმ ფორმით, როგორც ის დღეს არსებობს, ნელა, მაგრამ შეუქცევადად უნდა, რა ვიცი, ვიხმარ ამ სიტუაციას, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად მოიბუდოს. ეს გადაწყვეტილება არის შეუქცევადი და სწორედ ამ გადაწყვეტილების დასტურია ის, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა არ იკლებს. მიუხედავად ბევრი სკეპტიკური განწყობისა, მიუხედავად ბევრი სკეპტიკური განცხადებისა, რომ თითქოს დასავლეთი დაიღლება, მოაკლდება უკრაინას ყურადღება, მოაკლდება დაფინანსება, ეს ასე არ იქნება. დავოსის ფორმატი სწორედ იმას მოწმობს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება უკრაინასთან მიმართებით მიღებული მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება და ამისთვის მზად არის დასავლეთი, რომ სწორედ ეკონომიკური გაძლიერების დახმარების პაკეტი შეიმუშაოს მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, მაგრამ უკრაინას ძალიან დიდი მხარდაჭერა დაჭირდება როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ფინანსური, ისე ეკონომიკური, სწორედ ომის დასრულების შემდეგ და უკრაინას მოიაზრებს ევროპა როგორც თავის ნაწილს, უკრაინას მოიაზრებს როგორც პოლიტიკური გაერთიანების და ამ პროცესის შეუქცევად ნაწილს, რომელიც დიდი ალბათობით 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება და სწორედ ასე უყურებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს არის პოლიტიკურად შეუქცევადი გადაწყვეტილება, რომელიც დასავლეთმა საბოლოო ჯამში მიიღო, მათ შორის რუსეთის ძალიან წინ დაუხედავი და უგუნური გადაწყვეტილებით, როდესაც მან ფართო მასშტაბიანი ომი წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ და ეს იმდენად მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რამდენადაც ბუნებრივია, რომ ეს შეუქცევადი პროცესები ავტომატურად თუ არა მაინც გავრცელდება ჩვენს რეგიონზეც, გავრცელდება საქართველოსაც, იმიტომ რომ ახლა ჩვენ უკრაინას მართალი ასოცირების ტრიოს ფორმატში ჩამოშორებული ვართ, მაგრამ მაინც რთულია საქართველოს ამ კონტექსტიდან მთლიანად გამოყოფა, მით უმეტეს რომ საქართველოში იდენტური განწყობები არსებობს და რუსეთმა საქართველოს შემოტრიალებაც ვერ შეძლო მიუხედავად მისი დიდი ძალისხმევის, ასე რომ ეს იქნება ჩვენთვის საუკეთესო პრეცედენტი იმისა, რომ საქართველოსაც შესაძლებლობა მიეცემა მშვიდობიანი განვითარების და ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების. ნინო, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ოჩამჩირის ბაზაზეც რომ ვისაუბროთ, ბოლო პერიოდში აქტიურად კეთდება განცხადებები და დადასტურებაც მოვისმინეთ დროებით ოკუპირებული რეგიონის ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ დიახ მართლაც წლის განმავლობაში ის მოემსახურება რუსეთის ფლოტს.
ხო, ეს სამწუხარო რეალობა ცხადია ძალაშია მათ შორის ის რომ რუსეთს რეგიონში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გზით და ოკუპაციის გავლით რეგიონში აქვს ჯერ კიდევ მისი მოქმედების ბერკეტები და შეუძლია მისი, ასე ვთქვათ, ნაწილობრივ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების კარნახი. ეს ასევე შეუძლია მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში მას ყავს თავის სასურველი ხელისუფლება, რომელიც მას ხელს აძლევს ამ ეტაპზე არა თუ შესუსტეს, არამედ გაიძლიეროს რეგიონში პოზიციები. ამ მიზანს ემსახურება იმთავით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებს სხვა დანიშნულება არ აქვს, გარდა იმისა, რომ მათ ჰქონდეთ ოფიციალურ თბილისზე გავლენა და სუვერენიტეტის შეზღუდვის და სუვერენიტეტით манипуლირების საშუალება. ამ მიზანს ემსახურება და ეს არის ახლა მათთვის ეს არის ძალიან ხელსაყრელი გარემოება, იმიტომ რომ როდესაც მთელი მსოფლიო კონსოლიდირებული, ცივილიზებული მსოფლიო კონსოლიდირებულია მათ წინააღმდეგ და მათ უკრაინაში ომი აქვთ, ჭირდებათ ისეთი საყრდენი, როგორიც მათ ყავთ ქართული ოცნების სახით საქართველოში და როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორიები, ყველგან სადაც მათ ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს სწორედ ამ მიზნით, რომ ბერკეტები შეინარჩუნონ, ამიტომ ცხადია, რომ ეს თლიანობაში სამწუხარო რეალობა, მაგრამ გრძელვადაში მაინც მგონია, რომ მათ მოუწევთ თავისი პოზიციების დროდადრო შესუსტება და დათმობა. ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე ვნახეთ ბიჭვინთა გადაეცა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დაახლოებით 200 ჰექტარამდე არის საუბარი, ზოგი 184 წერს, ზოგი 186 და ასევე არანაკლებ პრობლემატური საკითხი და პროტესტი, რასაც გამოხატავს მოსახლეობა ოკუპირებულ აფხაზეთში, ეს არის იმ მშენებლობები, რომელიც იგეგმება რამდენიმე რაიონში, აპართ ჰოტელებზე არის საუბარი, რომელიც დაახლოებით, როგორც თვითონ ამბობენ, 60,000 მოქალაქეზეა გათვლილი და ისინი დიდი ალბათობით ვარაუდობენ და მათი შიში გამოიხატება იმასთან დაკავშირებით, რომ აქ შესაძლოა დასახლდნენ აი ამ აპართ ჰოტელებში და მათი მეპატრონეები გახდნენ სწორედ რუსეთის მოქალაქეები, ვინაიდან ადგილობრივებს არ ექნებათ ის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ეს შეიძინონ. აი ეს ორი ნაწილი რატო გახდა აუცილებელი? ახლა მაგალითად ოფიციალურად გადაცემა მართალია ამბობენ, რომ 59 წლიანი იჯარით არის და ეს არ არის გაყიდული რუსეთზე, მაგრამ მაინც ამას მოყვა პროტესტი, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ, რომ რამდენიმე დღეში ეს ფაქტობრივად აღარ გაგრძელებულა ეს უკმაყოფილება და ეს პროტესტი ადგილზე სოხუმში და ეხლა რატო გახდა? იმიტომ რომ ამბობენ, რომ ამ აგარაკებით ისედაც სარგებლობდა პუტინი, როცა მას დაჭირდებოდა. ყველა პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არის პირდაპირ კავშირში იმ გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან, რომელიც დაძრა რუსეთ-უკრაინის ომმა და იმასთან კავშირში, რომ რუსეთი ბუნებრივია უკვე ემზადება და გეგმებს სახავს, ასე ვთქვათ, სამომავლოდ გრძელვადაში როგორ განვითარდება მისი შესაძლებლობები და მისი გავლენების ადგილი და ძალაუფლება, ვთქვათ, როგორ შენარჩუნდება მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი, მას შემდეგ, რაც გაფართოვდება ევროკავშირის საზღვრები, რამდენად შეძლებს ის, რომ დარჩენილი რეგიონები დაიცვას და დაიტოვოს საკუთარი გავლენის სფეროების ქვეშ, ამ მიზნით მისთვის ასევე პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მათ წინასწარ შექმნან კონკრეტული ფაქტები, რომლის უკუქცევა შემდგომ უფრო რთული იქნება, მათ შორის ეკონომიკური ექსპანსიის გზით. ანუ მათ თუ აქამდე ვთქვათ, de facto კონტროლი იმთავითვე ჰქონდათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ახლა მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივად, მათი გადმოსახედიდან სამართლებრივად ფაქტების შექმნან, რომელიც შემდეგ გაართულებს როგორც დეოკუპაციის პროცესს, ისე გაართულებს თავისთავად აი ამ ქონების დაბრუნების, განკარგვის პროცესს ადგილობრივებისთვის და ცენტრალური ხელისუფლებისთვის, როდესაც ის იურისდიქცია აღდგება. ამ მიზანს ემსახურება, ეს არის პროცესი, რომელიც არ არის რაღაც მათთვის ორიგინალური მეთოდი, ბუნებრივია, რომ ისინი ძალაუფლების შენარჩუნებას სხვადასხვა მიმართულებით ცდილობენ და ეს არის ერთ-ერთი ეკონომიკური
ასე ვთქვათ, ფესვების გადგმა იმისთვის, რომ მათ მერე შეძლონ დაკანონებული ტერიტორიების შენარჩუნება, ან მინიმუმ პროცესის გაჭიანურება და შემდგომ სავაჭრო ბერკეტების შეძენა, როდესაც აქამდე მივა საქმე. ვისაუბროთ, ნინო, ჩინეთზეც რომ ვისაუბროთ, რუსეთი ხდება ჩინეთზე დამოკიდებული, ვინაიდან მან უკრაინასთან ომში დიდი ზარალი განიცადა, ეს არის ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვები, რომლის შესახებაც მან დავოსში განაცხადა და ასევე საქართველოს აქტიურებს ჩინეთთან პარტნიორულ თანამშრომლობას იმ ქვეყანასთან, რომელიც ასევე არის რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი და დელეგაცია, ქართული ოცნების პარტიული დელეგაცია იმყოფება ახლა იქ მართავს შეხვედრებს სწორედ კომუნისტური ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს ცალსახად მხოლოდ პოლიტიკური განაცხადია და პოლიტიკური განაცხადია როგორც რუსეთის მისამართით, რომ ჩვენი იმედი გქონდეთ აქ და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად ნეიტრალურად შევინარჩუნოთ ტერიტორია და დივერსიფიცირებული იყოს ბაზარი ისე, რომ დასავლეთი არ იყოს ექსკლუზიურად წარმოდგენილი და ასევე დასავლეთის მიმართ არის განაცხადი, რომ არ გეგონოთ, რომ ჩვენ მართლა ვაპირებთ რაიმე ფორმით ჩვენი გადაწყვეტილებების შეცვლას. ქართული ოცნების ამოცანა იმთავითვე იყო, რომ საქართველოს საგარეო ვექტორი შეიცვალოს, ეს მათი მრავალი გადაწყვეტილებით და ქმედებით, რიტორიკით მოწმდება, მიუხედავად ამისა საქართველოში მყარდება დასავლური ინტერესები, იმიტომ რომ ეს არის ქართული ხალხის ნება და ფაქტია, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორს დასავლეთიც არტოვებს ყურადღების გარეშე და მიანიჭა ამ ფონზე, მიუხედავად ყველაფრისა, კანდიდატის სტატუსი, ან ევროკავშირის აღმოსავლეთ გაფართოების პოლიტიკა შეუქცევა და დღის წესრიგში დგას. ამის საპირწონედ ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასავლეთს თავისი, ვთქვათ, დასავლეთი არ იყოს ისე წარმოდგენილი რეგიონსა და საქართველოში, როგორც ეს ქართულ ხალხს უნდა და როგორც ეს დასავლეთის ინტერესში შედის. ამ მიზანს ემსახურება ის, რომ მოწმენდილ ცაზე ჩინეთთან დაიწყო სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება, თავისთავად რასაკვირველია ჩინეთთან ურთიერთობების ან ნებისმიერ სხვა პარტნიორთან ვთქვათ ურთიერთობების ძიების საკითხი არ არის გაუმართლებელი, რომ არა ის გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ არა ჩინეთის გამოკვეთულად ავტორიტარული ხასიათი და მისი მმართველობის ფორმები, რომელიც არ არის არანაირი ფორმით დემოკრატიული და დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელსაც დემოკრატიული მისწრაფება აქვს და უნდა რომ დემოკრატიული და ცივილიზებული ქვეყნების ოჯახის წევრი გახდეს, მისთვის დღეს გაუგებარია, რატომ უნდა ეძებდეს მოკავშირეს გამოკვეთილად და დეკლარირებულად ავტორიტარულ სახელმწიფოსთან, რომელიც ამავდროულად ისეთი საკითხის მიმართ, როგორც უკრაინა არ გამოხატავს იმ პოზიციას, რომელსაც საქართველო უნდა იზიარებდეს და რომელსაც დასავლეთი იზიარებს, რომელიც მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გამოკვეთილად ანტიდასავლური პოლიტიკით გამოირჩევა. ამ გადმოსახედიდან ცხადია, რომ ეს არის ძალიან ღიად დემონსტრაციული ნაბიჯი იმისთვის, რომ ხაზი გაესვას იმას, რომ დასავლეთი არ არის აქ, ვთქვათ, ისეთი სასურველი პარტნიორი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დიდი მადლობა.